დღეს მივდივართ სიღნაღში, ეხლა შემოვედით რომ გზაში რაღაცა საცმუცნაოები ავიღოთ. ლიზამ სასმელი ავიღოთ, იმიტომ რომ ლოთი არის და ნარკომანი არის და მოდი ავარჩიოთ რაღაცეები რა, ნიკორაში ვართ ეხლა. რა ავიღოთ? მე კუჭი მტკივა 2 დღეა და მე შინია თხილი, თორე თხილს ავიღებდი. ლიზა იპარავს რაღაცებს დაიჭირეთ. აი ჩვენ ვართ. Gangsta bratsi. West Coast. მივდივართ სიღნაღისკენ. უკვე მოვიმარაგეთ გზაში რაღაც საცმუცნაოები, მეყავას და ზეროს ვსვავ, რა თქმა უნდა, არანაირი პონჩიკები. მაგრამ კახეთში მწვადი უნდა გადავირტყა იმენა შამპური. მოდი აქ ზოდიაქოშკა, ჩემი ლიზუკა, ჩემთან ერთად არის, ჩემი სიამის ხუთი არის. ორი მანქანით ვართ, ზოდიაქო რა? ზოდიაქო არის რესტორანი მან. ხო, კაროჩე, იქ გადავიტყავთ მწვადს, აქ პირდები რომ გაჩვენებთ როგორ გადავიტყავთ მწვადს. ეხლა მივდივართ და გადავიღებთ ყველაფერს თქვენთვის მიყვარხართ ძალიან მაგრად. ისე რამე ლეგენდები ხო გსმენიათ კახეთში ჭინკებზე ან რამე არ ვიცი არსებებზე თუ იცით დამიკომენტარეთ და მომიყევით. მოკლედ, გუშინ ნიკორას მერე მინდოდა რომ ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი გადამეღო მთელი გზის მანძილზე და არ გამოვიდა. ვაფშე ძალიან ცუდად დაიწყო დღე. ჩემ სანამ გამოვიდოდით სახლიდან გლოუ გამოვიძახეთ, მეთქი ვჭამოთ და გლოუელი მოხდა საწყალი. ავარიაში საჭმელი ვერ მოგვიტანეს, მერე მაგ გლოუს კურიერმა დაგვირეკა რა, ინდოელი იყო და რისი ხორცი არისო თუ შეიძლება რომ შევჭამო, მაიმე როგორ შემეცხო და ხო რა თქმა უნდა მეთქი და რაღაცა პრობლემა ხო არ გაქვთო და არა მეთქი, ხო და ნუ ეგრე ცუდად დაიწყო, ხო და რას ყვებოდი ახ გადაუხვიეთ ემდენ. წამოვედით ნიკორადან და ჩემი მანქანის წყალი ადუხდა, ხა ზუსტად არ ვიცი და რომ გავხსენით იყო სუ კაფი. კაფი გამოდიოდა და ეს კაფი რომ გადავიდეს ახლა მოტორშიო, ყველაფერი შესაძლებელი იქნებაო რა, მოტორი და რაღაცები და მოტორი როგორც ვიცით ძვირი არის. გამოვიძახთ ევაკუატორი, წაიყვანეს მანქანა და მეორე მანქანით წამოვედით აქ სიღნაღში. გზაში არ ვიცი ძალიან ვინერვიულე ვიტირე, მერე მეთქი გააჩერეთ. ვიცი რომ ეხლა ვიღაცისთვის ისტერიჩკა გამომჩნდები, მაგრამ რა ვქნა ძალიან ემოციური ვარ და ეს სასირცხულო ნამდვილად არ არის რა. ხო და მერე ყველაფერი მოგვარდა, ჩემი მეორე მანქანა ჩამოიყვანეს და დავჭით აქ და ეხლა ლეიბი ჩამოვიტანეთ დავლა, იმიტომ რომ მაღლა ძალიან ცხელა და ვეცდები რომ ძალიან საინტერესოდ ჩაგიწეროთ მთელი ვლოგი. მე გეტყვირათ უნდა ველაპარაკოთ. მე ვისაც გახსოვართ, ყველას გახსოვთ ლიზა. და მე ლიზა გავიცანი, ჯერ მყავდა ალბათ 100 ფოლოვერი. ისტორია არ მოყვე. არა, ვიტყვებოდი ერთი დრო, რომ ცირკთან მიპოვე მეთქი და გადავარშინეთ. და ესეც ამას ჩემზე მეტი ფოლოვერი ყავდა, სხვათა შორის მაშინ და ვუყურებდი. მეთქი რა მაგარ მაკიაჟს იკეთებს მეთქი და ნუ აი ბევრად პატარები ვიყავით, 6 წელი გავიდა მაშინ. შენ იყავი 20-ის და მე ვიყავი ალბათ 26 წლის სადღაც. და მე მახსოვს შენი პირველი რეკლამა ნაბეღლავის იყო. მართლა? ნაბეღლავს რატო არ რეკლამებდი? ნაბეღლავის დაარეკლამე და შენი პირველი რეკლამა იყო ეგ. მართლა? ხო და კაროჩე რაღაცა მომენტში ცოტა ისეთი გავხდი რა, იქ 2000 ფოლოვერი მყავდა რაღაცა და ესეც მაგარი ტოქსიკურია და მეუნება რომ შენ რა იყო 2000 ფოლოვერი აგივარ და თავში და ბლოგერი გონია თავიო. აი ეგრე იყო. ყოველად ფოლოვერზე 10000 ფოლოვერზე რო გემატებოდა რაღაცაზე რო წავკვდით, ეგრევე მეუბნებოდი რომ კი თავში. და აი მაშინ ძალიან გამწარდი და აი შენ განახებ რამდენი ფოლოვერი მეყოლება მეთქი. დღეს ვარ აი შენ ჯინიანი ვარ, დედას გეფიცები, ვინმე რო არ მამცირებდეს, არაფერი არ ვიქნებოდი. ამიტომ მადლობა ყველა ჰეითერს. ოღონდ სვეტში ვიძახი ყველანაირი ირონიის. ხო, პირველ რიგში ლიზას, რომელიც არის ტოქსიკური. პირველი ჰეითერი შენ. ხო. დახალი. ხო, აი ეგრე იყო და პატარა გოგოები ვიყავით ძალიან დიდი ოცნებებით რა. და მაშინ გახსოვს ანუ რაღაცა მაკდონალდსის ფული არ გქონდა და რაღაცა კრავდით ამ მაკდონალდსის ფულს ხოლმე რა.
და დღეს ამოვედით სიღნაღში ჩვენი ხელფასებით. იქით აკვირას უკვე გეგმავთ მეორე იმას რა. და აი ნახე რამოდენიმე წელში აი ღმერთ მაქნას და სადღაცას რომ მივდიოდეთ ჰავაიზე ან სადღაც ნახე აი ისეთ ფულში რო ვიყოთ და აი მარტო ფული ხო არ არის ანუ ეს უბრალოება არ უნდა დაიკარგოს იგივე მეგობრები ყავს იგივე ვაიბი გვაქვს ყველაფერი აბსოლუტურად უბრალოება და როლექსი რა როლე კაი რაღაცები გვიყვარს რატომაც არა რა მაგრამ ყველა იგივე მეგობარი მყავს აგერო დაანახე ყველა რაც იყო ბავშვობაში ის არის აი ეს ხო ისე მოტეხილი ფრჩხილები და ნუ კაროჩე თავარია უბრალოება არ დაკარგო და მიყვე შენ მიზნებს და აი ამას იმიტომ მინდოდა ეხა რომ ბევრი პატარა გოგოები მიყურებთ და დაქალები გყავთ და მინდა რომ ანახოთ რა ეს ვიდეო რომ აი ეხა რაღაცა ოცნებები გაქვთ გატეხილი გულები გაქვთ რაღაცა და ჩვენც გქონდა ეს ყველაფერი და ხო და აი აქ კი არ არის რამდენი რაღაცები გავიაზრეთ და დღეს გვეცინება მაშინ რაზეც გვეტირებოდა ხვდები ანუ და აი ყველაფერი მაგრად გექნება თავარი არ გაბოროტდეთ აი ეგ არის მთავარი და ამ პარტავნები არ იყოთ რა და აი ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება დამიჯერეთ ანუ თქვენზე მეტი მე არაფრით არა ვარ და შეიძლება თქვენ ბევრად მეტი ხართ ვიდრე მე ვარ ხო სწორედ თქვი ვიდრე მე ვარ ხო სწორედ თქვი მოკლედ მიყვარხართ ძალიან ეხა მივდივართ კახურად მასწრაფი ეხა მივდივართ სიღნაღის მაღაზიაში რა საინტერესოა რა დღეს ვაპირებთ ეკლესიაში წასვლას წმინდა ნინოსი ძალიან მინდა ძალიან მიხარია მათ წასვლა მინდა ქვაფენილი ანახე რა რამის წავყლის თავდი 1-10 ჯერ ის გეხვეწები რა ნახე ტყეები რა ლამაზად არის ქეთი და ხალხ აი ცვეთში რომ ნახოთ ქეთი და უჩასთან ერთად აი რა რეაქცია გექნებოდათ მე პირადად მე ვარ ლანა ლანა მოყვავდა აგინდა უჩა მაციმინო რა უჩას კიდია ქეთი მომიტყნოს პატრონს ჯერ უეჭველი ბაბაიაგა არის მაგას რაღაცა ძალა ექნება გეფიცები აი რამდენ ჯადოქართან მიჩხუბია ეზოტერიკთან და ერთის მუტელი დამიმხია მეთქი შენი ჯადო ჩამომაცვი აგერ უხილავ ყლეზე სავსე მთვარეობას მაგრამ მე რო ქეთის იმეშინია დედა ეგრე არავისი არ მეშინია ვაფშე ქეთი შენი უჩა არ მაინტერესებს კიდია შენი უჩა უკანასკნელი კაცი რო იყოს არც დავაფსავ მე-10 სართულიდან რა სიძახი კაცო მაგაზე არც იფიქრო ქეთი გენეცვალ მიხედე შენ ცხოვრებას და შენ უჩას კომენტარა ნინოს ვიდეოზე ისა ამინე ქეთის მე ფარულად ვევასები პროსტ ეკლესიაში დადე და თავს არ იწვავს ხვდები ქეთი თუ გინდა ერთად მოუტყნათ იმ ლანას დედის პროჭი მე მაგას ვჩხუბობ ძალიან ისე სურატო ბნელა კახეთში გუშ ძალიან შემეშინდა ანუ აი ესეც სიბნელეში სიარული სიმართლე გითხრათ დააყენეთ კახეთში განათებები ღამის ყველა ქუჩაზე რა უბედურება არის დააყენეთ არა გოგო მაგარ ეგ ამოჭე ამ აკაურობას სხვა მერი ყავს ეს თბილისის მერი სხვა და კახეთის მერი სხვა არის ყველა რაიონს და იმას თავისი მე და პოლიტიკა თავისი მერი ყავს ვაი მე რატომ მეგონა საქართველოს მერი მივიღარეთ კახეთის მერი ვინ არის ისენეთა მაგარი ჯიგარი ტიპი უნდა იყოს წესი კახელი ნიკალა გაეც რო გეხვეწები ღადაო აუ ძალიან ლამაზია მაგრამ ჯერ მარტო რუსული საუბარი გავიგე და მიტყდება უშაქრო შოკოლადს ვეძებ რამ ღადაო მანახი აბა ხალბატონო ავის მადონა კოიძე რო იყო საქმენა დედის ტრაქს დამამხობდა თავზე პროსტ ამ ადგილს რო შეხედო გეხოცები მაცივარი უნდა განახოთ ახლა რა თქვენ ხო იცით რომ კოკას არ ევასება რომ ქალები ჭამენ და ვაფშე ადამიანები რომ იკვებებიან და ტუალეტში დადიან და ამიტომ ცოტა სითხეზე გადავედით პატარა ფისიფისებს ვიზავთ კოკა თუ გვაპატიებ რა არა უშავს ხო დიდი მადლობა ხო მაგრამ
ეგრეც არ არის საქმე, აგერ კალბასები ვიყიდეთ და ღამე მინდა როგორც ამერიკულ ფილმებში მარშმალოები რო შევწვათ და საშიში ისტორიები მოვყვეთ და მაგასაც გადავიხებთ. My whole say I mean I need a blunt. Stuff that bitch will run. Boy, I'm on a hunt. Ain't no bricks, but unlock your stay for less. Lisa, can you that man? რატო წუწუნებს, რატო ტირის? ლიზა, მოდი ჩემთან მარტო მეშინია მოფერება. რატო ტირის? აი რო ეფერები ევასება. იო. ლო, პატანა, ლო. ჩო. ხანახე წახვა და აბღავდება. წამო. ნახე. ძალამის ხეთზე მოვედი დღეს. ხეთზე გადამიღეთ? ჩანს. აი ესეთ ხედებზე რაღაცნაირი ცოტა სევდიანი აზრები მომდის. არ ვიცი რატო. მაგრამ ბრძნული აზრები რომ მოგდის, ალბათ ბრძნული აზრები ყოველთვის სევდიანი არის. იმიტომ ცხოვრებაა სევდიანი. პაოლო კოელიო. მოდით რა გადავიღოთ აქ რა. ცხოვრება ნამა იბაზრე რაღაცა. აი ესეთი მომენტები იშვიათად ხდება, როცა მეგობრები ასეთ ადგილას ხართ და გცალიათ ერთმანეთისთვის, რაც პროასაკი გვემატება, მით უფრო არ გცალია ხოლმე შესახვედრად და ყოველივე მომენტი უნდა დააფასო. ამ მომენტით იცოცხლო რა. დაჯილბავში მივიდი გახდა. მეც მაგას მოდი ბერძენი. მოიცა ვერ გავიგე. ესე იგი პოლონელი მენთეშაშვილი ხარ? გოგო არ გესმის. იტალიელი მენთეშაშვილი. იტალიელი არა, და პახოდო, ბერძენი. ორი კვირა ატრაკებ, რომ კახელი ვარო, ვერ გავიგე რა ხარ. ვერც გაიგებ. ვიცი. პოლონელი მეთეშაშვილი. მაგედან მოდის. ორალამაზია, მადლობა დიდი. აი ამას გადაუნდა ერთი რა. მექსიკელი ჯაში. პოლონელი მეთეშაშვილი. ბიჭო, რა გითხარი, მაგით შობლები და ისე ჩამოვიდნენ აქ თქო. აი, და მაშინ იცვლიდნენ გოა. ხო. როდესაც რომ კაი, მომისმინე. იმ ქვეყნის ეს შენი ლორდი. რომ მაგას არ ვიცოდი. გაედევნათ იქიდან. ეს ეგ მართალია. ერთი ეგ მართალია მაგ. ესე იგი შენი ლორდი ნათესავები. დედაჩემის მხრიდან. მხარე, ბაბის მხრიდან, კი. რუსეთში და შენი რა გვარი? ჯინორია. ჯინორია. პოლონელი ლორდები არიან ჯინორიები. პოლონელი არა, ეგ მამაჩემის მხრიდან, დედაჩემის მხრიდან საბუთიც მაგდაჟე რომ ლორდები არიან. ეგ საბუთი მინდა რომ დაიგოს. ხარაშო ეხავე დაგიძებ საბუთს რომ. აი შენ თავს გზავრ ეხა გელობებით. ეხა ნახეთ. ჩემი ბაბუები 12 ბაბუა. ყველა გადარჩა მეორე მსოფლიო ომში. საერთოდ და Facebook-საც იდო მათზე სტატია. და ეხლა გადაიღეს ჩემ ოჯახზე. ისა შოუ რა ჯიშზე რა რომ ანუ რაღაცა წერილი დაწერა ბაბუა ჩემმა მეორე მსოფლიოს დროს. დამარხეს 2 მეტრიანი კაცი იყო, ცოცხალი ამოვიდა, მაინც წავიდა ომში. ცოცხლად დამარხეს? კი. მერე? გერმანელებმა რა. და ამოვიდა ცოცხლად. ჩოულებრივად. და ანუ მთელი შოუ გადაიღეს ჩვენ ჯიშზე. პროსტო ეხა ომი რო არის, მორჩება თუ არა ჩავალ და მეც მოვხვდები მაგ ტელეშოუში. კარდაშიანები ვარ უკრაინაში. მოკლემეტრაჟიანი ფილმი როგორც ვიცი თუ რაღაცა ეგ. არა, ხოთოშეს მამაჩემის გვარიც არ არის იბანი. მამაჩემის გვარისები დარჩა 400 ადამიანი მხოლოდ.
მე? ან მე თვითონ არ ჯიშვა დაწყევლი და ყველა ამოწყდა, ან კიდე ძალიან მაგარგვარზე ვარ ყველა. სულთა ქართველი. უკაცრავ ლორდები არ კენიაზები. როგორც დაგპირდით, კახეთში გადავირტყავთ მწვადს მეთქი. მე დაპირებებს ვასრულებ და ამიტომ მუგბანკი ლიზასგან და ნინუშკასგან. შებერე კახე ლოკალო. მაი და გავაძრებ სახე. აუ მედია ქათმის. მოდი მე ავიღებ ქათმის. რა იყო? გორის გადაიყე, რა ის ქათამი? კახეში. ეს რისია? მე შინია. ისინია ხო ბატკნის რო არ ვჭამო. ხო, ცალკედავს ეგენ. ის არის ახლა იმდენი ეს რა? ხვიძლია? კარგი. რომელი მწვადია ტყემლის გარეშე? კარგი. შენ წემალი მესაწევი. შენ არ ხარ ნამდვილი კახელი ქალი? ბრაკი ხარ. რასაწებელა? სლაპარაკო. კარგი, მოდი აბა ხელებს ვჭამოთ მაშინ. დავაი. და გავსინჯოთ ნამდვილი კახური მწვადი. ძვალი იყო. უკაცრავად ახლიდან. ახალი დუბი. ამის ბუყინი იყო ბაბონო. მოდი. კარგი. 1 2 3. შე ორგაზმია. კუჭის ორგაზმი, კუჭი გაზლი. მოდი დაჯექით მიირთვით, თორე შევჭამთ. ჩემი დედა შენ რა განდული ხარ კიდე ცალკე რო იღე. ოვერდრაფტი უკანდელი გახდა. კოკა ესე გააკეთე. კინკვას მარტოვინე და ფაცულებს უწევდა. დღის ძილი გქონდა ყველას და აუ ლიზას ტელეფონზე ლაპარაკობს. დღის ძილი გქონდა 4 საათიანი, ძალიან გაასწორა. ხო და დღეს მივდივართ თბილისში, ცოტა მოწყენილი ვარ ამის გამო. ძალიან მომეწონა კახეთი, ბოლოს ვიყავი ბავშვობაში კახეთში და სასტუმროც ძალიან მომეწონა ეს ხის კოტეჯები, რაღაცა სხვა ატმოსფეროა საერთოდ, ამ მთელი სამეგობრო რო ხართ. აი რა გინდა რატომ მიშლი ხელს? ახლიდან არ ჩავწერ ვიდეოს. და რავი, ძალიან მოწყენილი ვარ რომ მივდივართ. არ დარჩებოდით კიდე 2-3 დღე? მაგრამ რა ერთი დღე. ხო და მაგრამ ჩემი საყვარელი კლიენტები მელოდებიან. სამსახური მელოდება. აი კავთის ხევში რო წავალთ, იქაც გადავიღებთ vlogs. რა. აუ დღეს ვიყავით ძალიან არ შეიძლება YouTube-ზე მაგის თქმა, მაგრამ აი ძალიან კახეთში კი არა, სადღაც ბარსელონაში ვიყავით, ისეთი გასულები ვიყავით რა. და ლიზა ჭამდა თვალდახუჭული მწვადს. აუ ჩამძრალი ტრუსიკით დადიოდა. კი, არ გახსოვს, გადაობ ხო შენ ახლა. ჯერ ლიფი იყო, მერე ტრუსიკი იყო. გოგო, მთელმა იმანახა, დუნიამ შენი ტრაკი და ძუძუ ნახევრად.
ჩანგალი ჭამა? ხოიცი? ჩანგალს ჭამდა. ეგონა იყო და ასე ხენჭავს რაღაცას. აი, ეგ არ ჩადო. დადო, ჩადო? არა, მზის დარტყმა მივიღე. აი, წავა. აი სამგონია რომ ვლოგი კი არა, ცოტა რეალიტი შოუ იქნება. ოღონდ ბანძი პრაიმ ჰაუსი ვით არა. კარგი, იმენა რეალიტი შოუ და არა დადგმული რაღაცა რა. არა? ისეთ მომენტი. კომედია, ცოტა ისე ცოტას. ომეცა მართლა დაგრუზული ვარ რომ მივდივართ. და რაღაცა ეგე. ვარ გინდა რა წახედა. აი, ისეთ ხალხო კავთის ხევში. აი ესეთ ჭხილს ვინაკეთებდა 19 საუკუნეში ძალიან იყო მოდელებული სიფილისი რა. ვისაც სიფილისი ქონდა, რომ ვინმეს არ გადასდებოდა, ყავის ან რამის დალევის დროს თიც აკეთებდა ესე წარმოიდგინე რა, რომ ჩემი ჭიქიდან არ დალიო და მაქედან წამოვიდა ეს ნეკათითის აწევა. ხო? მარსი ღმერთს ჯვარი მწერია. ჩემი გარდაცვლილი ძმაკაც ცხონებული 15 წლის ვიყავი, როცა ავარიით გარდაიცვალა ჩემი სამი მეგობარი. BMW ხო? BMW not DLW. Dankeschön, ხოჟუმბან დანხო. მახო. მაშინ სკოლაში ვსწავლობდით და შატალოზე ერთ-ერთი ჩემი ძმაკაცი ეთხოვა ბიძამის მანქანა. და ძალიან დიდი სიჩქარით მიდიოდნენ და ლუკი რო არის ხო, ის გახსნილი იყო, მაგაში ჩავარდნენ და ამოტრიალდნენ და ერთს ვაფშე თავი წააცალა. და რო გავიგე, ვერ დავიჯერე, ვერ აღვიქვი, ძალიან პატარა ვიყავი სიკვდილი, სანამ არ ნახე კუბოში, ვერ აღვიქვი, რომ გარდაცვლილი იყო. და იმის მერე სხვათა შორის აი ეს BMW-ები მეზიზღება. ვინც კი ახლობელი მეგობარი, ვიზეც გამიგია, რომ ვინმე მომკვდა რა, მაგ მანქანით მოკვდა. აი რატო და მაინც უყვართ ეს მანქანა და მაინც უნდათ ეს მანქანა. აუ, ეს სარკე გამოვაჩინე. შენც გამოჩნდი თუ გინდა. ჩვენ და ჭუჭყიანი სარკე. აი, კაი სარკეა მომწონს. გვახდილი. წავედით. წადი გაეთქვი, ჩაკარი, მასინა. კაი ბავშვებო, თქვით როგორ მოგეწონათ ჩვენი დასვენება. ეს რა იყო? თქვი როგორი იყო? ძალიან მაგარი იყო. რა მოგეწონა ყველაზე მეტად? ვალი 30000. მაგრამ აი კავთის ხევში როცა. აუ, ამან კავთის ხევით იმენა ტვინი მოტყნა. ერთი ადგილია ძალიან ევასება კავთის ხევში და უეჭველი უნდა გადავიღოთ მან ვლოგი რა და ვანახოთ როგორია. დრო არ მოგვეწონოს წარმოიდგინე, რამდენი უნდა ვეკაიფო ეს. გადავიხადე იმას. საყოზე დაჯდები ჩემო. ოუი. ხო, ერთად წავიდა. ეხა მიყურე. მიხუია ისე. ანუ ვერ ხვდები რომ ვიღებ რატო ყვირის. აი ყოლეს ლაიკი რა. აუ, სიგარეტი. Pick me. როგორ მეზიზღება pick me გოგოები. კოკა, როგორ მოგეწონათ ჩვენი დასვენება? ძალიან მომეწონა, ძალიან კარგად განვიტვირთო. კარგი იყო. ჩავალ, მაგრამ ამოსვლა. ინტერვიუ როდეს მე მიგცი. ინტერვიუ არა, აკუბარდიასთან ვიყავი, არჩევნებს. წავედით. საინტერესო რესპონდენტები მყავს სწორედ ვიძახი სიტყვას. აუ, მაგარი განდონი ჟურნალისტი ვიქნებოდი, მე იმენა სუისად კითხავს დავსვავთ. კაი რას წერვა, ხო იცი როგორ მეცოდება ყველა. იცით რა? მაინც რაღაც მაკლია სულ. აი, ბოლომდე მოყოფილი არა ვარ დედას გეფცები არასდროს რა. უმადური არა ვარ, ძალიან მადლიერი ვარ სამყაროსთან ყველაფრისთვის. მაგრამ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ტკივილის გამო ძალიან დიდი ხრელი მაქვს გულში. არა მართლა იმგონია რომ გულში რაღაც სიცარიელე მაქვს ადამიანების გამო ვინც დავკარგე და მაგის გამო რაც არ უნდა კარგი მომენტი იყოს, რაც არ უნდა კაი მომენტი იყოს, ბოლომდე ვერ მიხარია, იმიტომ რომ ზოგი ადამიანები წავიდნენ, აღარ არიან ცოცხლები და ალბათ მაგის გამო ვარ ესე. მინდა ხედავდნენ აი ამ ულამაზეს სამყაროს. მაინც შემომაქცევდა მომენტებში რა ვქნა.
ჩამოვედით თბილისში, ასე დასრულდა ჩვენი ორდღიანი დასვენება 900-ს იქეთ. თუ მოგეწონათ დამილაიქეთ. და თქვენთან იყო თქვენი ნინუშკა, ლისენკო, კახური, ქალთევზა. კოცნით ბევრს.